ჩვენ სულ საუბრობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და მართებულადაც ვიქცევით, რასაკვირველია ბანდიტი ივანიშვილი საქართველოს რუსეთისაკენ მიაქანებს, გრუზიად აქცევს, გრუზიად გარდაქმნის და ყველა პატიოსანი მოქალაქის ვალია, რომ ამას შეეწინააღმდეგოს და იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერაც ვერ გაუგიათ რამდენად ვნებს ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ საერთო სახელმწიფოს ეს რუსი ოლიგარქი ამუხსნათ, რომ ბიზინა ივანიშვილი არის, არ ვიცი, სერგორჯონიკიზის მსგავსი წერი ჩვენი ქვეყნის. მაგრამ პარალელურად ამ ჩვენში მიმდინარე პროცესების პარალელურად ჩვენ ბუნებრივად გამოგვრჩება ხოლმე გარშემო მიმდინარე პროცესები, ამბები. ვენესუელაზეც სალაპარაკოა, რასაკვირველია, ახლო აღმოსავლეთზეც სალაპარაკოა, რასაკვირველია, ჩინეთზეც სალაპარაკოა, რასაკვირველია, გაგიკვირდებათ და ჩრდილოეთ კორეაზეც კი სალაპარაკოა, მაგრამ აბა ჩრდილოეთ კორეაზე ვინ მოусმენს ვიდეო ბლოგს, ხო? ვისთვის იქნება ეს საინტერესო ჩრდილოეთ კორეაზე რომ ისაუბრო, ნებისმიერი მაყურებელი, ყველა პრაქტიკულად 100-დან 100-ვე გეტყვის, რომ რა დროს ჩრდილოეთ კორეაა შედალოცილო, ნახე დემონსტრანტები დაიჭირეს კიდევ ერთხელ და მართალიც იქნება კრიტიკული შენიშვნის ავტორი, პირი, რომელიც ამას გვისაყვედურებს. გაცილებით საინტერესოა, რასაკვირველია ჩვენს კონტექსტში უკრაინაში მიმდინარე ამბები და უკრაინას ჩემი აზრით არ მინდა ვთქვა, რომ არ ნახულად მეთქი, მაგრამ ძალიან უკიდურესად უჭირს ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია, ახლანდელი პერიოდი, ომის დაწყების დღიდან ერთ-ერთი ურთულესი პერიოდია და მრავალი კომპონენტის გამო ვამბობ ამას. უჭირს უკრაინას ფრონტის ხაზზე, იმიტომ რომ გავეშდნენ და გაბოროტდნენ ისედაც ბოროტი რუსები. რუსეთს აქვს განზრახული, რომ გაზაფხულამდე, ადრეულ გაზაფხულამდე, მარტამდე, ასე უნდა ვთქვა, როგორღაც სრულად დაიპყროს დონბასის ტერიტორია, იცით თქვენ, რომ 25, 27, 30%-ს ვერ აკონტროლებს დონეცკის ოლქისა, ლუჰანსკის ოლქის ნაწილსაც ვერ აკონტროლებს. რუსები ყველაფერს აკეთებენ ამისთვის და პუტინს სულ ფეხებზე ჰკიდია საკუთარი ჯარისკაცები, 1500 კაცი კვდება ლამის ყოველ დღე ფრონტის ხაზზე, მაგრამ ამის მიუხედავად შემდეგი 1500-იც ჩნდება და 3000-იც და ახოცავს, ოღონდაც კი ერთი ნაგლეჯი მიწა წაღლიტოს, წაართვას უკრაინას და მე ამ ახალი რეალობებიდან გამომდინარე დაიწყოს მოლაპარაკებები დასავლეთთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან. უჭირს საერთაშორისო ფრონტზეც უკრაინას თუნთლად გულახდილები ვიქნებით ბოლო რამდენიმე დღეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რატომღაც ისევ და ისევ სტივ ვიტკოფს და არა მხოლოდ სტივ ვიტკოფს, ენდო პრეზიდენტი ტრამპი და 28 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს სამშვიდობო, რომელიც რეალურად ზელენსკიმ არ მიიღო. მე გუშინ მქონდა ამაზე ჩემი შეძახილი რეპლიკები, მაგრამ ასაკვირველია უფრო სერიოზულ სუყი ანალიზს მოითხოვს სისტემა. მე გვპირდებით, რომ ხვალ იქნება თუ ზეგ ამ თემაზეც ვილაპარაკებ, უბრალოდ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ზელენსკის სხვა კომენტარებსაც, ევროპელთა კომენტარებს, უშუალოდ ტრამპის სხვა კომენტარებსაც და ასე შემდეგ, მოსკოვიდან კომენტარებს და იქნება და მე შევკრათ, მოვამრგვალოთ ეს თემა. ასევე უკრაინას უჭირს შიგნით, უშუალოდ კიევში მეთქი ასე ვიტყვი. არა, იმ ტერიტორიაზე, მოდი უფრო ზუსტი რომ ვიყო, რა ტერიტორიასაც ის აკონტროლებს. უჭირს მრავალი კუთხით. ერთ-ერთი შეჭირება არის ის, რომ საზოგადოების, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი ჯერაც წინააღმდეგია ომჯარში და ომში წასვლისა, მიუხედავად იმისა, რომ ხდება ცხადია მათი რეკრუტირება, ხდება რეკრუტირება. სიმართლე გითხრათ, ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად თუ მიხედვით, უფრო ნაკლებია იმ ახალგაზრდათა რაოდენობა, ვინც ომში წასვლას უარობს, ვიდრე იყო თვეების წინ. მაგრამ პრინციპში ეს მაინც პრობლემაა და ადამიანური რესურსის თვალსაზრისით უკრაინას წარმოუდგენელი ვერ ავხსნით, წარმოუდგენელი შეჭირვებები აქვს, წარმოუდგენელი პრობლემები აქვს, რთულია მართლაც იმ პროფესიონალ ჯარისკაცებს სხვადასხვა ბატალიონიდან, სხვადასხვა შენაერთიდან, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან მუდმივად, მათ შორის ქართველებიც, იცით თქვენ, მოსთხოვო, რომ 60 დღე, 70 დღე ესე
შეუსვენებლად იომონ წარმოუდგენელია ეს დასვენება, გონების დასვენება, ფიზიკური ძალების აღდგენა სჭირდებათ მეომრებს და არადა თუ ჩამნაცვლებელი არ ექნება, არ ეყოლებათ, ხო თუ როტაცია არ მოხდება ამასთან ისეთივე კვალიფიციური პირებისა, როგორც ისინი არიან, პრაქტიკულად ძალიან რთულია შენარჩუნება პოზიციებისა ხმელეთზე და კიდევ ბევრი რამ არის რთული. მაგრამ ამ შემთხვევაში მე თქვენის ნებართვით ამ თემაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. უკრაინას სხვა კუთხითაც უჭირს. იცით თქვენ ალბათ, რომ უკრაინაში არნახული კორუფციული სკანდალია. არნახული კორუფციული ისეთი სკანდალი, რომელმაც ხმამაღლა გამომივა, ალბათ შეიძლება შეიწიროს ზელენსკი მეთქი და უფრო ხმამაღლა გამომივა თუ ვიტყვი, რომ შეიძლება შეიწიროს საერთოდ უკრაინა მეთქი, მაგრამ უკრაინა ამ სკანდალს, ამ კრიზისს თუ სკანდალს ძნელად გადაიტანს, იმიტომ რომ თავად ზელენსკის მაღალი ალბათობით მოუწევს მისთვის მტკივნეულესი გადაწყვეტილებების მიღება 1-ის, 2-ის, 7-ის, 10-ის, 20-ის, რომ იქნება ჩააცხროს და ჩააცხროს რუსები ძალიან კარგად ოსტატურად სარგებლობენ ამ კორუფციული სკანდალის, მე გიამბობთ ამ კორუფციული სკანდალის თაობაზე, სარგებლობენ რუსები და ამბობენ, რომ აგე ნახეთ, თქვენს მიერ მხარდაჭერილი უკრაინა კორუმპირებული ყოფილა, თქვენს ფულს ჭამს, ვირფასო დასავლელებო და ჭყალებში რუსეთი რასაკვირველია მართალია, თვითონ თითქოს არ იყოს, თავად არ იყოს კორუმპირებული და საშინელი ქვეყანა. აქვე ერთი რეპლიკის სახით, ერთი რეპლიკა. ესეთი აღნიშნა, ხო? ქართველი რუსებიც, ბიზინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილების სულ ესე ენის გამოყოფით საუბრობენ უკრაინაზე. ამას თავადაც ამბობენ, დიდი ხანია ამბობენ, რომ უკრაინა კორუფციაშია ჩაძირული, მაგრამ ამბობენ ნახეთ ვის ღარიბაშვილის კორუფციას ვერ ამჩნევს, ვინც კალაძის კორუფციას ვერ ამჩნევს, ვინც რიჟვაძის კორუფციას ვერ ამჩნევს, ვინც ამ ქართული რუსული ოცნების ბანდა ხელისუფლების კორუმპირებულობას ვერ ამჩნევს უკრაინაში, ბარემ გეტყვით და გასპოილერებთ, სულ 100 მილიონზეა საუბარი. $100 მილიონ ზე მოპარულ ფულზე, ცუდია, რასაკვირველია ეს, მაგრამ ერთ ღარიბაშვილს და ერთ კალაძეს შეიძლება აღმოუჩინო გაცილებით მეტი ფული, ოღონდ ქართველი რუსები, ქართული ოცნების მომხრეები და ლიდერები, პირველ ყოვლისა აგრეთვე იდეოლოგები, გამправებლები, ექსპერტებად წოდებული და ასე შემდეგ, ისინი არ ლაპარაკობენ ღარიბაშვილის კორუმპირებულობაზე, რა მოხდა, მოიპარა ხომაღი არაო, ამას ამბობენ, ხოლო როცა უკრაინაზე მიდგება საქმე და უკრაინას შეეხებიან ხოლმე, ისე აქვთ წაგრძელებული ეს ორკაპა ენები, გაგიკვირდებაც არა, ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ისინი რუსები არიან, ახლა რაც შეეხება კორუფციულ სკანდალს. მე კვლავ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ რასაკვირველია თემაზე, სხვა დროს საერთაშორისო კონტექსტში როგორ უჭირს, იქ ვიტკოფის თემა, რასაკვირველია, იქ კელოგის თემა, რასაკვირველია, იქ რუბიოს თემა, რასაკვირველია, ევროპელთა პასუხი მოსალოდნელი და გარდაუვალიც არის, მაგრამ ეს გადავდოთ, იმიტომ რომ ერთ ვიდეო ბლოგში ჩვენ ამ რამდენიმე თემას, უკრაინაში არსებულ კრიზისს, ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას, საერთაშორისო კონტექსტში 28 პუნქტიან გეგმას, შეერთებული შტატებისა და რუსეთისა, მეთქი ასე ვიტყვი ერთობლივს, ჩვენ ვერ შევეხებით და პლუს ამ კორუფციულ სკანდალს. მე კვლავ მინდა ვთქვა, რომ იმის აღნიშნა მინდა, რომ არ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი შეიწირავს თვით ზელენსკის მეთქი, მაგრამ უკრაინას კი რეალურად ავნებს. ეხლა რაშია საქმე? ანტიკორუფციული ბიურო იცით, რომ არსებობს, რაჟდერ კუპრაშვილი კი არა, გაცილებით სერიოზული ჯგუფი უკრაინაში მუშაობს და ამ ჯგუფმა 15 თვიანი მისი გამოძიების პირველი ნაწილი, კვლავ ვიმეორებ, პირველი და არა მეორე ან მესამე ან მეოთხე ნაწილი გამოაქვეყნა და ეს პირველი ნაწილიც არის ძალიან მძიმე. კერძოდ დასკვნა მძიმეა იმიტომ, რომ ეხება ენერგეტიკის სფეროს, ენერგეტიკაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში უკრაინას ისიც თქვენ უკიდურესად უჭირს და მთელი მსოფლიოდან ისიც ხო შველას როგორღაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა პირველ ყოვლისა, მაგრამ საზოგადოებას მოქალაქეებიც, ქალაქები ხო უნდა როგორღაც უნდა იყოს ასე უტრირებულად ვიტყვი განათებული, მაგრამ მარტო განათებაზეც არ არის საუბარი, ლაპარაკი არის იმაზე, რომ უზრუნველყოფილი ენერგორესურსებით და ენერგორესურსებში ბუნებრივია, რომ ძალიან დიდი
დახმარება მისდიოდა და მისდის უკრაინას ენერგორესურსების აკუმულაცია მობილიზაციაში და მათ შორის მისდის დასავლეთიდან. ხო და ახლა რა ხდება და 100 მილიონი თუ მეტი არა გამქრალია ქვეყანაში, რომელიც ამ ენერგოეტიკის სფეროში გამქრალია უკრაინაში 100 და თუ მეტი არა მილიონი დოლარი და საქმე ეხება პირებს, რომლებიც გავასახელებ მათგან ერთი მინიმუმ არის, შეიძლება მეტიც, არის ზელენსკის, მოდი ასე ვიტყვი, აწუყე ყოფილი ბიზნეს პარტნიორი, რომელიც სხვადასხვა ზელენსკიმ დაასანქცირა ამის გამო და რომელმაც სხვადასხვა მოასწრო გაქცევა უკრაინიდან რამდენიმე დღის წინ და რომელიც, აქვე ვიტყვი, პრეზიდენტის ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის ერმაკის ძმაკაცია. ხო, ერმაკის ძმაკაცია ამ ერმაკზე სულ გვესმის, რომ ის მართავს, რეალურად ის მართავს უკრაინას, ესე არ არის, რასაკვირველია, თუმცა გავლენიანი პირი რომ არის ერმაკი და თლად პოზიტიური სახელი რომ არა აქვს არც დასავლეთში და გაგიკვირდება და არც უკრაინაში, ესეც ფაქტია. სქემის ავტორი არის კვლავ ვიმეორებ ზელენსკის ავტორი, ზელენსკის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი და მეგობარი კვარტალ 95-ის თანამფლობელი, ამ კაცს ქვია ტიმურ მინდიჩი, რომელსაც აქვს მეტსახელი კარლსონი ამ დანაშაულებრივ სქემაში ფიგურირებს ერთი მოქმედი, წარმოიდგინეთ, არა ყოფილის ფიგურირებს, მაგრამ არა ყოფილი, არამედ მოქმედი მინისტრი და ერთიც ყოფილი მინისტრი, ეს მინიმუმ აგრეთვე ათეულობით მაღალჩინოსანი, შეიძლება მინისტრები არა, მაგრამ აი რადის ყოფილი დეპუტატები, სხვადასხვა ერთ-ერთი ვინც ფიგურირებს რადის ყოფილი დეპუტატი, არის აშკარად პრორუსი კი არა, რუსეთის გავლენის აგენტი, რომელიც რუსეთშია დიდი ხანია, მაგრამ ამ ამბავშია გახვეული. ესე იგი, ამ მინდიჩის გარდა მოქმედებს კი არა ამ დანაშაულებრივ სქემაში არის ჩართული ჰერმან ჰალუშენკო, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ეს მინდიჩი ხომ არის, ესე იგი ეს მინდიჩი არის კარლსონის მეტსახელით ცნობილი და ზელენსკის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი. ეს ჰერმან ჰალუშენკო არის ახლა არის იუსტიციის მინისტრი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრია, ხოლო ალექსეი ჩერნიშოვი არის თლად ყოფილი ვიცე-პრემიერი. რას აკეთებდა ეს ჯგუფი, მოდი ასე ვიტყვი. რას აკეთებდა და შემდეგ რამეს ჩადიოდა. სქემის მიხედვით დანაშაულებრივი ჯგუფი აკონტროლებდა შესყიდვების სისტემას ენერგეტიკაში. ამ ენერგეტიკის სახელმწიფო სტრუქტურას, კერძოდ კი ქვეყნის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანიას ენერგოატომს, ბუნებრივია რომ უნდოდა ქონდა კონტაქტები და კონტრაქტები აუთსორსი, ანუ სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და კერძო კომპანიებს რომ მოეგოთ ენერგოატომის მიერ გამოცხადებული ტენდერები, ეს ჯგუფი მათ თხოვდა 10-15%-იან ატკაც ოღონდ წინასწარ და ამის შედეგად მათ ჯიბეებში, ასე უნდა ვთქვა, დაილექა 100 მილიონი დოლარი, რომელიც დიდი ნაწილის გატანაც რასაკვირველია მათ მოახერხეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ენერგოატომისთვის გამოყოფილი დაფინანსება მათ შორის რუსული რაკეტებისა და ნახეთ, საინტერესოა, რუსული რაკეტებისა და დრონებისაგან დამცავი ნაგებობების უზრუნველყოფაზე ტენდერები ცხადდებოდა, რასაკვირველია და კერძო კომპანიები ახორციელებდნენ აკიდით ხარით და კერძო კომპანიებს ეს დანაშაულებრივი ჯგუფი აკონტროლებდა ერთგვარად მათ აიძულებდა რომ 15% უნდათ რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიეღოთ, ანუ ტენდერში გამარჯვებულები ყოფილიყვნენ, მათ 10-15% წინასწარ უნდა მიეტანათ ამ ჯგუფისათვის და ეს რასაკვირველია არის ატკატი. ეს სწორედ ეს სქემა გამოვავლინა ანტიკორუფციულმა ბიურომ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის გამოძიების სულ რაღაც პირველი ნაწილი, ხო ცუდი განათებაა, მე გიბოდიშებთ, მე მომიხდა გარეთ გამოსვლა და ცოტა სიბნელეში ამ ვიდეობლოგის ჩაწერა, რისთვისაც გიბოდიშებთ. საქმე შეიძლება მივიდეს ერმაკამდეც კი. აი ერმაკამდე თუ მივიდა, ზელენსკის თუ უნდა თავად გადარჩინა და ბუნებრივია რომ უნდა, იმიტომ რომ დიდი სკანდალია ატეხილი, თვალსაჩინოა რომ იქ პოროშენკო ჩხუბობს, ყოფილი პრეზიდენტი იქ კლიჩკო, დედაქალაქის მერი ჩხუბობს და ასე შემდეგ ჩხუბობს და პირდაპირ მნიშვნელობით ჩხუბობენ, მეთქი ასე ვიტყვი. ზელენსკის თუ უნდა გადარჩენა არ არის გამორიცხული და მას ურჩევენ კიდეც სხვათა შორის რომ მოიჭრას მარჯვენა ხელი.
მარჯვენა ხელი კი არის ერმაკი მისი ოფისის ხელმძღვანელი. არ გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ერმაკმა შეიძლება თავად დაწეროს განცხადება წასვლის თაობაზე, მაგრამ ეს ცნობები საბოლოო ჯამში დადასტურებული არ არის. კი გითხარით, რომ ფიგურირებენ ამ ყველაფერში პრორუსი უკრაინელების მეთქი, რუსეთის აგენტები მეთქი, გავლენის აგენტები მეთქი, ასეც ვიტყვი. მაგალითად, რადას ყოფილი დეპუტატი ვინმე დერკაჩი, რომელიც სხვათა შორის ამ ენერგოატომს ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში. საერთოდ ეს სქემა, ატკატების სქემა, კორუმპირებულობის სქემა ყოფილ ყველა საბჭოთა კავშირის, ყოფილ ყველა რესპუბლიკაში და უკრაინაშიც მათ შორის რასაკვირველია ძალიან სკანდალურია. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ღარიბაშვილის პატრონებს, სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი დერკაში, ახლა რუსეთშია, მაგრამ ამ სქემაში, ამ სქემის ნაწილი იყო. ამ გამოძიებაში არის 10,000 თუ მეტი საათი ფარული ჩანაწერები, როგორ ფულზე როგორ ლაპარაკობენ მაღალი თანამდებობის პირები, იმ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც აქ გითხარით არის, ეს ქვეყანა არის ომში და კატასტროფულ მდგომარეობაშია. და რომელ ფრონტზე არ უწევს მის ლიდერ ზელენსკის პირდაპირ მნიშვნელობით ომი და პირდაპირ მნიშვნელობით დამტკიცე მათ შორის შეერთებული შტატებისთვისო დაგვეხმარეთ. და შეერთებულ შტატებს ჭყალებში რასაკვირველი ეძლევა, მე მაინც ჭყალებში ჩავსვათ ქვეყნის ნებართვით არგუმენტი, რომ კი მაგრამ თუ ჩემს ფულს იპარავენ შენი ბანდიტები, ეს რო უთხრას ზელენსკის რო ეს უთხრას, თეთრი სახლი მთლად მტყუანი არ იქნება, ოღონდ რასაკვირველი აქ ბევრი რთული, განწყობილი და ქვეწყობილი წინადადება უნდა მოჰყვებოდეს ამ წინადადებას. დიახ, ისინი დაისჯებიან, უნდა თქვას, ზელენსკი მათ შორის ერმაკიც დაისჯება, თუ ერმაკი ამ ყველაფერს აკონტროლებდა. ოღონდ უკრაინა არ მიატოვოთ, იმიტომ რომ თუ მიატოვებთ, ეს კიდევ უარესი იქნება 100 მილიონზე ნაკლები უტრირებს ხადია, მაგრამ 100 მილიონზე ნაკლები გადმოგვირიცხეთ შემდეგ ტრანშზე ჯანდაბას ჩვენი თავი და ჯანდაბას რომ რუსებმა გააკეთეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რუსებს აქვთ ეს ჰიბრიდული ომის, მათ შორის უკრაინის დისკრედიტაციისათვის აუცილებელი, გარდაულად აუცილებელი ჰიბრიდული ომის ელემენტები ამოქმედებული და რუსები ამ ყველაფრით რასაკვირველია სარგებლობენ. ხო, მე გითხარით, რომ მინდიჩი ჩხრეკის ჩატარებამდე 2 საათით ადრე გაიქცა უკრაინიდან, ხო, და რა ვიცი, მე ვირამე გითხარით, მე მგონი, ხო, ბოდიში არ ამავიწყდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსტემ უმეროვიც შეიძლება იყოს გახვეული ამ სკანდალში, ბარემ ვიტყვი, ის დღეს რა რიცხვი გვაქვს 20, ხო, თუ არ ვწდები დღეს ბრუნდება უკრაინაში და ბუნებრივია, რომ ის მას მოუწევს მრავალ კითხვაზე, არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა. ხო, ეხლა რას წერს ეკონომისტი ამასთან დაკავშირებით? ეკონომისტი წერს, რომ პრეზიდენტ ზელენსკი არის ურთულეს მდგომარეობაში, რთული არჩევანის წინაშეაო. ეკონომისტს უდასტურებს ერთ-ერთი წყარო უკრაინიდან და მე ესეთი წინადადება დაწერილი ამავე სარედაქციო სტატიაში, რომ ან ფეხი უნდა მოიჭრას, ან დაელოდოს, სანამ ეს ინფექცია თელს ხეულს მოედება და განგრენა დაემართება და მოკლავს. ხო, ზელენსკის არ აქვს უფლება, რომ დაელოდოს განგრენას, ამიტომ მას მოუწევს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება. მე მეორე ვიდეო ბლოგს ჩავწერ ამ თემაზე არა, კორუფციის თემაზე არა, კვლავ ვიმეორებ, მაგრამ მეორე ვიდეო ბლოგს ჩავწერ მე უკრაინის გარშემო რა ხდება. აი როგორ აიღო კვლავ დაუიბრუნა ინიციატივები სტივენ ვიტკოფმა, როგორ არა იმდენად რუბიო, რამდენად ჩააჩოჩა, როგორ ჩააჩოჩა მან გენერალი კიტ კელოგი და რა 28 პუნქტიანი გეგმა შესთავაზეს უკრაინას დღეს და ახლა გუშინ და ახლა, ხო, ასე უნდა ვთქვა. ზელენსკი მოუარყო ეს გეგმა, ისე რომ პრაქტიკულად არ შეხვედრია წარმომადგენლებს შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გეგმა არ არსებობს. მოწონებული ტრამპის მიერ აქ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ უკრაინის ევროპელი პარტნიორები. და რაც მთავარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა იყოს ჩაწერილი ამ გეგმაში, რაზეც არ უნდა იყოს ყაბულ რუსეთის ავადმყოფი ლიდერი პუტინი უკრაინასთან მიმართებაში უნდა იცოდეს ყველამ, ჩვენ განსაკუთრებით რასაკვირველია, რომ პრეზიდენტი პუტინი და ზოგადად რუსეთი არის გადამგდები ქვეყანა და დღეს დამოუკიდებლად იმის ამას ხდება თუ არა ვაშინგტონი, ეგრა მაგის პასუხია დღეს ერთ სიტყვის ხვალ მეორეს გააკეთებს და უთუოდ მესამე გამოუვა. ნახვამდის.